მერთმა დაგნოსოთ, გაგახაროთ, ყველანი გილოცავთ შობას. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა. გისურვებთ სულიერ ჯანმრთელობას, შედეგად ფიზიკურ ჯანმრთელობას, გისურვებთ განწმენდას, განკურნებას ყოვლისაგან ბოროტისა. ქრისტეს მადლი, რომელიც მოდის ამ დღესასწაულებზე, საოცარი ძალის მატარებელია და ამ მადლს, როგორც საჩუქარს ღვთისას, როგორც თვისებას ღვთისას, როგორც ასევე დავალებას ღვთისას ჩვენთვის მოცემულ, საოცარი თვისებები აქვს, საოცარი ძალა აქვს. რისი? ძალა კურნებისა, ძალა წარმატების მინიჭებისა, ძალა განწმენდისა, კეთილი ცვლილებების ვთქვათ, რეალიზაციისა ადამიანის ცხოვრებაში. მუდმივად მადლი შემოდის რა ჩვენს ცხოვრებაში, მუდმივად ამოძრავებს ჩვენს ცხოვრებას და ცვლის მას. საოცარ მოწესრიგებულებას ანიჭებს, ან თავისუფლებს ქაოსისაგან, ან თავისუფლებს აი ჩვენი ცოდვების მიდრეკილებების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინსტინქტებისაგან. და ჩვენი ცხოვრება ხდება და ჩდება უფრო სხვა ასპექტში, სხვა დისკურსში. არა ინსტინქტებით ახსებული, არა რაღაცა, ვთქვათ, ემოციონალური, მხოლოდ ინსტინქტური, ცხოველური, ასე ვთქვათ, ინსტინქტებით ახსავსე და მიდრეკილებებით ახსავსე, არამედ გამოცდილება სულიერი. დიდრდება ადამიანისა, შედეგად ადამიანი შეიმეცნებს ჭეშმარიტებას, თავისუფლდება ყოველგვარი უარყოფითისაგან, წესრიგდება მასში აზროვნება, მეტყველება, ქცევა, კულტურული ხდება უფრო ადამიანი. აი თქვენ თუ ატყობთ ეკლესიის მუშაობა, ლოცვა წლების განმავლობაში, რამდენად პროდუქტიული გამოდგა. აშკარად ხარისხობრივად შეიცვალა თანდათან ყოველი დღესასწაულის შემდეგ ეს მწვავედ იგრძნობა, რომ აშკარად ხარისხობრივად შეიცვალა საზოგადოება. გამოვიდა ხალხი მეტნაკლებად იმ მდგომარეობიდან, იმ ვთქვათ, ათეისტური ინერციიდან, გამოვიდა იმ მიუხედავად სულიერი გაჭირვებისა, მიუხედავად დეპრესიისა, მიუხედავად მაინც არასტაბილურობის განცდისა, მაინც პოსტსაბჭოთა სივრცეა, პოსტბურჟუაზიული სივრცეა პრინციპში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ბევრი ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდიან, მიუხედავად ყოველივე ამისა, უფალმა შეგვთნა ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ასევე ვაცნობიერებთ იმას, რომ მხოლოდ ერთი და მხოლოდ ერთადერთი ყოფიერების ნორმალური ფორმა ისაა, რომ ჩვენ მივისწრაფოთ ქრისტესაკენ. და დამშვიდება ამ შემთხვევაში ჩვენი გული. მანამ სანამ ჩვენ არ მივისწრაფებით, მთლიანად მთელი ჩვენი ცხოვრება არ იქნება ერთი მსხვერპლშეწირვა ქრისტესადმი, მანამდე ჩვენი გული, ჩვენი გონება, ჩვენი მეტყველება, ჩვენი ქმედება, მთლიანად ჩვენი არსება მთლიანად არ დამშვიდდება და მანამდე სანამ არ მივიღებთ აი ამ სრულ მინდობას ღვთისადმი, სრულ შეცვლას ჩვენი ცხოვრებისა, მანამდე ჩვენში არ დაივანებს უფალი. ამას კი უნდა ხშირი ზიარება, აღსარება, რასაც აი მარხვაში ვასრულებთ. როცა ავამბობთ, რომ ვეზიარებით, მაშინ ვიცით, რომ უფალი შემოდის ჩვენში, ივანებს ჩვენში, ხომ? მკვიდრდება ჩვენში. ჩვენ ვართ მასში, ის არის ჩვენში. და მშვიდდება ჩვენი გონებაც, გულის, მთელი ჩვენი არსება, მთელი ცენტრი ჩვენი არსებისა. გონება, გული, ნებისყოფა. სამივეს კურნავს, ასე ვთქვათ, მთელ ადამიანს. ეს სამკუთხედი რო წარმოვიდგინოთ, გონება, გული, ნებისყოფა. რო წარმოვიდგინოთ ეს, ჩვენ დავწმუნდებით, რომ მადლი შემოდის რა ჩვენში, საოცარ კურნება, საოცარ ფსიქოლოგიურ, სულიერ, ემოციონალურ, ფიზიკურადაც, ფიზიოლოგიურადაც შეგრძნებას ვიღებთ. იმისა, რომ განიკურნა, დამშვიდდა, მოწესრიგდა და რაღაცა კეთილად შეიცვალა ჩვენში. მიუხედავად ამ მარხვის სიმძიმისა, თავისი რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური, ემოციონალური, ზოგიერთ ფიზიკურადაც სისუსტეები მოყვებოდა ამ მარხვას და უძლურებანი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მაინც შემოქმედებითად კმაყოფილები ვართ ამ მარხვისა. კმაყოფილი ვართ იმიტომ, რომ კმაყოფილებას არა სტაგნაციის გაგებით, არა იმიტომ, რომ კმაყოფილებას მივეცეთ, არამედ კმაყოფილები მიღწეულით კი არ ვართ. მადლობელნი ვართ. კმაყოფილნი ვართ იმიტომ, რომ ღმერთმა მაინც დიდი მადლი მოგცა, ვეზიარებოდით რა და ვიღებდით რა ზიარებას და ამბობთ აღსარებას და ვიღებდით საიდუმლოებში და ლოცვებში მონაწილეობას. აი ამით ვართ გახარებულ კმაყოფილი. მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ასე ვთქვათ, კმაყოფილებამ შიში ღვთისა მოგვიხსნას და სინდისის ქენჯნა და დაკმაყოფილ და ასე ვთქვათ, მიღწეულზე გავჩერდეთ და წყურვილი მეტის შემეცნებისა და მეტის სრულყოფილებაზე გაგვიქრეს. ამ გაგებით არა. ეკლესიაში ყოველთვის პერსპექტივა, შესაძლებლობები, ყოველთვის დაულევნელი და უსასრულო. ეკლესიაში არის მორჩილება, მაგრამ ეს არის სიყვარულებრივი მორჩილება. ეს არის არა ძალაუფლებრივი, არა მონებრივი მორჩილება, არამედ ეს არის მორჩილება აი ამ სიყვარულისა, მორჩილება იმ ღვთაებრივი ქრისტიანული ვთქვათ, სულისა, მორჩილება იმისა, რასაც ქვია უფლის მიერ მოცემული
საოცარი შანსი, საოცარი საშუალება იმისა, რომ ადამიანი მუდამ და მუდამ წინიაროს, ადამიანმა წავიდეს, ასე ვთქვათ, აი ღვთისმიერ მოცემულ მისთვის მინიშნებულ გზაზე. თუ ჩვენ ვივლით ქრისტეს გზაზე, სახარების გზაზე, მერწმუნეთ, პირველები ვიქნებით ყოველთვის წარმატებაში. ყოველთვის აუცილებლად გზა გაგვეხსნება და ყოველთვის იქ, სადაც ჩვენ გონია, რომ კარი დაკეტილია, შეგვეწევა უფალი, აუცილებლად და ყოველთვის შეგვეწევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, სწრაფ შემწენი წმინდანი და აუცილებლად გზა გაგვეხსნება მეტი და მეტი სულიერი სრულყოფილებისა და სიმდიდრისაკენ. აი, ამიტომ ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს ლოცვისაკენ, ყოველთვის მოუწოდებს ასკეზისაკენ, ყოველთვის მოუწოდებს მეტი მუშაობისაკენ საკუთარ თავზე. ეკლესია კი არ ძალადობს. ასკეზ არ არის ძალადობა საკუთარ თავზე. ეს არის ღვთისმიერ მოცემული გაცნობიერებული ჩვენთვის საჭირო აუცილებლობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვივლით წინ. ქრისტემ საოცარი წიგნი გვაჩუქა, ყველა სათითაოდ გვაჩუქა წიგნი სახარებისა, გამოცხადებული, ზეციდან მოტანილი წიგნი. აი ამ წიგნს თუ მივყვებით ჩვენ, ამ წიგნის ცოდნა უდიდესი ძალაა. ზოგადად ცოდნა ძალაა, მაგრამ ცოდნა ღვთივ გამოცხადებული მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ყოველ ახალგაზრდობასაც ვეუბნები, როდესაც ვამბობ, რომ ძალა ყოველთვის არის იმაში, რომ ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას მისდევს და ეკლესიური ცხოვრება მას საოცარ ძალას აძლევს. გაიხედე რომ არ წავიდეს. და აი ამიტომ ხედავთ რომ ამ პეიზაჟს აჩვენე საოცარი პეიზაჟი, რომელზედაც აი ცხრებიც არის მანდილოს მოჩვენა. აი შეხედე. აი ეს საოცარი სამსო, რომელიც აი კიდევ ცხრების სახით არის. საოცარ მართლაც საოცარ მაგალითს იძლევა იმისა, რომ ჩვენი სულიერობა გაძლიერდეს. ხედავთ რა, ყოველგვარ ქმნულს ხმნული საოცარია, ყოველივე შექმნილი ღმერთზე მიუთითებს. მახსენდება სხვათა შორის, მოაბრუნე. მახსენდება სხვათა შორის ძალიან დიდი ბრძნული ტროპარი შობისა. ისინი ვინც ვარსკვლავებს სცემდნენ თაყვანსო, წერია, ხომ? ვარსკვლავებისაგანვე ისწავლეს თაყვანისცემა შენი. ამით ის თქმა უნდა, რომ ქმნულს ხედავ რა, შემოქმედს ადიდებს ღმერთი. აი თუ ჩვენ ამ გზით ვივლით და ქრისტიანობა ეს არის მონოთეიზმი. მონოთეიზმი, ერთი ღმერთის რელიგია, მამის, ზის და სულიწმინდის. ანუ ერთარსი ყოვლადწმინდა სამების რელიგია. როგორც აღვნიშნე, ცოდნა ეს უდიდესი ძალა, მაგრამ ცოდნა ღვთაებრივი გამოცხადებისა, ღვთაებრივი ცოდნა სახარებისა, ეს ხომ ძალათა ძალაა საოცარი. უცოდინარობა ამისა, უცოდინარობა საოცარი, უცოდინარობა რისი? უცოდინარობა იმისა, რაც სულის გადარჩენას ეხება, ეს ხომ დამღუპელია. ჩვენ გვინდა წარმატება, ყველას უნდა წინსვლა, ყველას უნდა ბედნიერება. ადამიანი ამისთვის არის შექმნილი ზუსტადაც. ზუსტად ამისთვის არის შექმნილი. ეკლესია ყველაფერს აკეთებს. ღმერთმა ყველაფერი მიცა ადამიანს იმისაც, რომ იგი ბედნიერი იყოს. ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ წმენაში გავძლიერდეთ, კიდევ ერთხელ უფალთან ერთად. როგორც იტყვიან, შავი პური და წყალი მივიღოთ და ამით სულიერად დიდრები ვიყოთ. არასდროს არ ვითხოვოთ პური ჩვენი არსობისაზე მეტი, იმ პური ჩვენი არსობისაში შედის ყველაფერი. თავარი არის ფიზიკური სიმდიდრე, თავარი არ არის სიმდიდრე ბანკებში ანგარიშები, არ არის თავარი ის, რომ ჩვენ გქონდეს რაღაც საოცარი თანამდებობები, სულიერ რაღაცა ესეთი ძალაუფლება, ხალხზე ძალაუფლება, ადამიანებს ძალაუფლება, მეგობრობა ჩვენი ტირანია იყოს, ოჯახშიც ვიყოთ რაღაცა ესეთი დომინირებული მცირე ტირანები დომინირება. არა, თავარია რომ ადამიანს გქონდეს სიყვარული ღვთისა და მოყვასისა და სულიერ სიმდიდრე. კანონები და წესები, ზოგიერთის კანონები და წესები. რას ნიშნავს კანონები და წესები? ქრისტიანობა კანონების და წესების რელიგიაც არის, მაგრამ ეს ბრმა კანონები და წესები კი არ არის. ეს არის ღვთაებრივი გამოცხადების შედეგად მოცემული, ანუ წმინდა გარდამოცემა, წმინდა წერილი, წმინდა გარდამოცემა. ეს არის საერთოდ საღვთო გამოცხადება. მინდა რომ ეს კანონები და წესები, რომელსაც ჩვენ ვიცავდით მარხვაში, ასევე ხსნილშიც დავიცვა. ამაზე მინდა სალკე გავამახვილო ყურადღება, რომ ხსნილი ეს არის არა პერიოდი იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება და აშვებულობის პერიოდი. ხსნილი ეს არის პერიოდი იმისა, რომ ადამიანმა თანდათანობით უფრო მეტად თანხwebdriver გააკეთოს მის სულიერ დავალებასა, მისიასა და ღვთაებრივ სულიერ შესაძლებლობებს შორის. მისია მისი რა არის გააცნობიეროს, ჯვარპირთულობა გააცნობიეროს და ამავე დროს გაიგოს და გააცნობიეროს თუ რა არის მისი მთავარი დავალება. მთავარი სულიერი დავალება, მთავარი სულიერი ის ღერძი, ის ჯვარი, რომელთაც უნდა წინიაროს. მინდა რომ ყველა დავლოცო, უსულო რომ მთავარი რაც არის, ანუ სწორი მართლმადიდებლური სარწმუნოების სწორი და მართალი ცოდნა,
და ენციკლოპედიური ცოდნა. მინდა უსურვა ასევე ის, რომ ბალანსირებული ყოფილიყოს ადამიანებში, ჩვენში ყველაში ყოფილიყოს ყველა ძალები, ეს იქნება სულიერი ძალები, სამშინველისეული ძალები, შედეგად ფიზიკურიც მოდის ბალანსში. ნებისმიერი დისბალანსი ავადმყოფობაა. ნებისმიერი დისბალანსი ავადმყოფობაა, იმიტომ თუ კი ჩვენ როგორც ავადმყოფობას განვიხილავთ, როგორც ჰომეოსტაზის, როგორც წონასწორობის დარღვევას, წონასწორობის, ამ შემთხვევაში ავადმყოფობისგან განკურნება ერთადერთი, ვთქვათ, შანსი მისგან განკურნების ერთადერთი. ეს არის ამ წონასწორობის აღდგენა, ნელ-ნელა. აი ზუსტად მარხვა, ზიარება ხშირი და შემდეგ, ასე ვთქვათ, მარხვის შემდეგ უკვე ამ წონასწორობის მოფრთხილება, ანუ მარხვაში ჩვენ რაც მადლი მივიღეთ, ეს მადლი არ უნდა დავკარგოთ. აი ეს არის კიდევ მთავარი. აი ეს უნდა გავაცნობოთ, რომ ბევრი მარხულობს, მიიღებს მადლს და შემდეგ ამ მადლს განაბნევს და ისევ დაკარგავს და მე ისევ რჩება გამოფიტული და გამოცარიელებული სულიერად. ეს არ უნდა მოხდეს. ადამიანი საოცარი არსებაა. მას მართალია მადლის მუდმივად სტატიკურად შენარჩუნების უნარი არ აქვს, მაგრამ თუ დაკარგა, აღდგენის უნარი უმალ აქვს მას. ჩვენ ვცხოვრობ ძალიან რთულ დროში. ჩვენ ვცხოვრობ ისეთ დროში, სადაც ქრისტიანული მოძღვრება ხვდება უამრავ საწინააღმდეგო დინებებს. ამიტომ მოდით უფრო მეტად გავძლიერდეთ სულიერ რწმენაში, უნდა უფრო გავძლიერდეთ, მინდა რომ აი საინთოს ჩვენში ეს ცეცხლი სარწმუნოებისა. ეს ჩვენი ანთებული არ უნდა იყოს, უფალი ანთებს ამას. ჯერ 7 ნიჭი, რომელიც მოგცა ნათლობის დროს, აი ის ანთებს, ეს ნიჭები ანთებს და ჩვენ უნდა 9 ნაყოფი გამოვიღოთ. თან მიმდევრულად და გავაკეთოთ ყველაფერი. მინდა ყველა დავლოცო უსურო ყოველგვარი სიკეთე, რაც არ უნდა ადამიანი, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, რაც არ უნდა უჭირდეს ადამიანს, ყოველთვის აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მას უფრო მეტად კონდეს, ვთქვათ, უნარი იმისა, რომ გამოვიდეს ნებისმიერი მძიმე მდგომარეობით. ამიტომ მინდა უსურო ყველას სიყვარული, სიყვარული, ერთობა, სულიერი წინსვლა და ყოველივე აი ამ სიყვარულისა და ერთობისგან გამომავალი წარმატება და ბედნიერი. მინდა რომ აულოცო ყველა მართლმადიდი ქრისტიანი უსურო მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი წარმატება, ბედნიერება, ყოველგვარი სულიერი სიმდიდრე ყოფილიყოს, ჯანმრთელობა ყოფილიყოს და მეტი და მეტი მუშაობა, ისევ ხსნილშიც გრძელდებოდეს მეტი და მეტი მუშაობა ჩვენს სულიერ ძალებს. უსურვოთ ჯანმრთელობას ყველას. განსაკუთრებით ჩვენს ბრევლს, რომელშიც უამრავი ახალგაზრდაა, რასაც არ მნიშვნელობა აქვს სულიერ წინსვლას და განკურნებას სენზი არ აქვს. აბა, მოწევ ყველას.